ნახოთ იგივე დასავლეთი, ნახოთ ბრწყინვალე რუსული პუბლიცისტიკა. არ არის ყოველთვის ყველაფერი ნათქვამი, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაც ითქმება. მე ჟურნალისტური დონისაწევის გამოც ვამბობ ახლა ეზოპეს ენას და არა მარტო იმიტომ, რომ ფიქრს გადაეჩვია ქართული როგორ უნდა აიწვიოს ჟურნალისტიკის დონე რა? ფიქრს გადაეჩვია ქართული მსმენელი და მაყურებელი, იმიტომ რომ ყველაფერი ლოზუნგებით მიდის. ცხოვრება მშვენიერია, ლოზუნგია, ცხოვრება საშინელია, ლოზუნგია. ბატონო, ლაშოს ვკითხოთ, როგორ უნდა აიწვიოს ხარისხი, ჟურნალისტიკის ხარისხი? მოდით ჯერ გაუმჯობესდეს ჟურნალისტიკა. მოდით ჯერ ვთქვათ, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა. მე მინდა გავაგრძელო ამაზის მოსაზრებები და გავყვე მას. ხა სად შეიძლება იყოს მინიშნებები და სად უნდა იყოს არამინიშნებებით ღია ტექსტით საუბარი. იქ სადაც არის ინფორმაცია, რაღაცა მოხდა, დაინგრა, რაღაცა დანაშაული ჩაიდინეს, ხო და კაცი თუ იპარავს, აი აკეთებ გამოძიება ჟურნალისტს. ხო და ფერობის ფოშაკშევა ხა იგავებით ლაპარაკი ხა ეს არ არის ავიქნება კარგი თუ აქ იგავებს გამოიყენებს 60 თუ კომუნისტური პერიოდის მიუხედავად იმისა რომ შენ მინიშნებები სწორად გაქვს იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ამბობ უბრალოდ ფაქტობრივად არა თორე იმიტომ რომ ხო ფაქტობრივი დეფიციტის გამო ამიტომ ანუ ის სტილი რომელიც იყო თავშოთ საბჭოთა კავშირის პერიოდში თქვა ქართული ფილმები ძალიან მაგარი ქართული რომელიც იგავური იყო და რაღაც მინიშნებები და იმისა იმიტომ რომ არც სხვანაირად არ გამოდიოდა და ნუ ამის გულობის თვე და ესპანური კინოც აი ფრანკო იყო და ასე შემდეგ ეს ნუ ცნობილი ამბებია იქ იყო ესეთი სტილი მაგრამ ხა ჩვენ გვინდა ღია გამჭვირვალე საზოგადოება აქ ჩვენ ფაქტი რაც არის აი ეს არის ჩიგერგობის ფონდო ნუ თქვა ეს არის კალამი ნუ თქვა თუ ეს კალამი არ უნდა მივანიშნოთ თუ ეს არის რაღაცა ნივთი რომელიც რომელთაც შეგიძლია დაწერო ფურცელზე ხო ეხლა მე შეიძლება ვიფიქრო შეიძლება კალამი შეიძლება ფანქარე შეიძლება არ მინდა მე თქვი რომ ეს არის კალამი და დამთავრდა სადაც შენ საუბრობ მოსაზრებებს არის გაქვს რაღაც ადგილი გაზეთში ხო სადაც ადამიანი ამბობს რომ იცი რა შეიძლება ესეა შეიძლება ის არის ამ ეს გამოყო დააწერო მოსაზრება რომელიღაც ექსპერტი გამოხატავს თავს ვარაუდებს სურვილებს იქ შეიძლება რაღაც მინიშნებები გააკეთოს მაგრამ ძირითადი ნაწილი ტელევიზიის ეთერის გაზეთის ფუნქცია კონკრეტიკა კონკრეტული ფაქტი და მე ადამიანს ეს ფაქტი შეიძლება იყოს კომენტარით სხვადასხვა კომენტარით ანუ რამდენიმე ადამიანმა შეაფასოს ფაქტი სხვადასხვანაირად ეგ კიდე სხვა თემაა მაგრამ როგორღაც არ უნდა დაკარგოს ფაქტმა თავისი აზრი მაინც ფაქტები უნდა დავალაგოთ და იმ საზოგადოებაში სადაც რეაქცია მოდუნებულია აი მაგალითად ჩვენაირი ტიპის ქვეყანაში სადაც ხელისუფლება მოდუნებულია ხალხი გამოდის არ უსმენს და ასე შემდეგ ახალი დემოკრატია ქვია ასეთ ხო ქვეყანას ფაქტები მაინც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ გროვდება და შემდეგ მართალია სახიფათო ხდება იმიტომ რომ ქუჩაში გადმოდის იმიტომ რომ ივსება და როდესაც როულად არ ახდენ რეაგირებას მე ქუჩაში გამოდის ხალხი და შეიძლება დაგანგრიოს ძალიანად ხო ამან ანუ ყოველთვის აქვს მნიშვნელობა და აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ფაქტებით მიუხედავად იმისა რომ თითქოს რეაქცია არ არის ყისიერი მაგრამ ეს რეაქცია მაინც ხდება ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოს რომ ჟურნალისტიკა არის ფაქტი ეხლა რო ჩამოვყვეთ იმას, აი როგორი უნდა იყოს, ხო? ახლა მოდი რა დავიხსენოთ, დავიწყოთ დებატებით. ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება ქონდა გამოკვეთე ახლა შენ საუბრობდი, თქვა ანალიტიკა, დებატები, გამოძიება და ასე შემდეგ, ხო? მოდი დავიწყოთ ბოლოს. დებატებით დავიწყოთ. ახლა ეს არის ძალიან ისეთი მრავალმხრივი მრავალი ასე თქვა წახნაგით საკითხი რა. აქ არის არა მარტო მედიის პრობლემაა, ეს არამედ არის პოლიტიკური პარტიების პრობლემა, საზოგადოების პრობლემა, ელიტების პრობლემა. მარტო მაგალითად გახსოვს ხო ერთი პერიოდი ერთ ტელევიზიაში მიდიოდა ერთი ჯგუფი ხელისუფლება მეორეში მიდიოდა მაგალითად ტელევიზია მე ისიც მახსოვს, როდესაც ტელევიზიებმა დაიწყეს ბოიკოტირება პოლიტიკური ძალების. ხო, ლოგიკა რომ მე მაგალითად შემიძლია თქვა რომ იცი რა
არ არის სწორი და უზნეობა სიტყვაზე ცუდ პოლიტიკოსთან მისვლა და მასთან ჟურნალისტი ხა მივიდე ცუდია ხო ვიცი იპარავს ნუ ძალიან ცუდი ადამიანი და არ უნდა მივიდე იმიტომ რომ სიცხვილე ხა იმ ადამიანთან როგორ ხა ამ ლოგიკით თუ ვიქნებით ხო ვიმუშავებთ ეს მაშინ აფე გამოვა ხო ჟურნალისტმა უნდა ბინლადენთანაც იმუშავოს და ჩაწეროს ინფორმაცია, იმიტომ რომ ის დიდ პროცესებზე გავლენას ახდენს. აი ამერიკაში მაგას ყველანაირად უყურებენ. არ უყურებენ, ამას ყველა იტყვიან რომ ეს ტერორისტთან არ უნდა ინტერვიუ. არა, ესე არ არის, შეიძლება ინტერვიუ არ უნდა, მაგრამ ინფორმაცია ნებისმიერი მოწოდება სერიოზული, რომელიც კონდა მე ხა გადაუხვია, მაგრამ ახლა დავამთავრე ბინ ლადენს, რომელსაც საფრთხეს მომცველი ინფორმაცია, ნებისმიერი ინფორმაცია გადიოდა. როგორ აკეთებენ? ალ-ჯაზირას გადაცემას უშუალოდ. რაღაცა გზით, მაგრამ აიც ინფორმირებულია საზოგადოება, იმიტომ რომ დამალონ ეგ ინფორმაცია, მე იმ ხელისუფლებას პასუხს მოთხოვენ, რომ კი, მაგრამ თუ ის გვაფრთხილებდა და რაღაცა იყო, რატომ დაგვიმა, რატომ შეზღუდე ინფორმაციით ვერავინ შეზღუდავს ეგეთ ინფორმაციას. ხა ვიცით რა მინდა? არ შეიძლება რომ ჩვენ ვიყოთ აი ესე ბანაკებად დაყოფილები, ერთი კარგი ხალხი, ცუდ ხალხი, კარგი ჟურნალისტები, ცუდ პოლიტიკოსებს აღზრს არ ეკითხებიან, რა ხდება, რა ფიქრობენ არ ეკითხებიან და ცუდები კარგებს არ ეკითხებიან, რაღაც ესეთი არასწორი ეგ არის არასწორი. ჟურნალისტი უნდა ინტერესდებოდეს რუსთავიორია, კავკასია, თუ ვინც რეზონანსია, თუ ვინც სხვა გაზეთია, ხო ყველაფერი უნდა მოინტერესებდეს. კადრებში თულა ეკეთებოდეს და გადავშ. ამიტომ არ შეიძლება. აი აქ არის საკითხი ესეთი დგას რა. ეს ჯობია რომ ჟურნალისტისთვის ნაგავში. რა ბალანსის საკითხი. უნდა დაიცვა. ბალანსი, ბოდიშ, ბალანსი ახალ ამბებში ბალანსი როგორ უნდა აი უნდა დაიცვა რას ნიშნავს ბალანსი. ახალი ამბები და ბალანსი. აი მე გეტყვი. ძალიან ისეთი ინტენსიური მოწოდებაა ხელისუფლების ხოდები ბალანსი და სადა ბალანსი ახალ ამბებში. ისინი მოუწოდებენ დაიცავითო ბალანსი და თვითონ თავის კონტროლირებად სატელევიზიო არხებს საპირისპიროდ აი მაგალითად როცა ამბობს თუ არის ბალანსი დაცული. ჩვენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ველაპარაკებთ. ჩვენ რო ვიპარავდეთ ეხა ფულს, აი ბანკი რო წავიდეთ გავიტანო და ვამტკიცებდით რომ იყო რაღაც პატრიოტსანიო. ეგ იცი რას გავს? აი მე და შე რო ვთქვათ, რომ იცი რა უნდა ვიყოთ წესიერი და უცბად იქ გავიდე და ვთქვათ ბიჭო ეხა იქ ბანკია და მოდი რა მოვიპაროთ რა შევარდეთ და გამოვიტანოთ იქიდან რაღაც. აი დაახლოებით ამას გავს. ისინი ამბობენ დაიცავთ ბალანსი, მაგრამ იქ სადაც ისინი აკონტროლებენ, იქ ბალანსი არ იცავენ. ბალანსის დაცვა ძალიან სწორი და მარტივი რამე რა. როდესაც ოპოზიცია რაღაც ფაქტებს დადებს სიტყვაზე კრიტიკულს კონკრეტულ ფაქტებს ხელისუფლების წარმომადგენლებზე უნდა მიხვიდე და იმას კითხო რომ აი ეს დოკუმენტია თუ გადამოწმება არა ბალანსი რას ნიშნავს გადამოწმება არა ფერი როცა ყველა პოზიცია თანაბრად ხო რა თქმა უნდა რა ეს უფრო დებატების თემაა მე მგონი დებატებში ინფორმაციული არა საინფორმაციო ბალანსი ეს ნიშნავს რომ ადვოკატური ეკითხები და პროკურორსაც ეკითხები რა მარტო ეხლა იქ თუ არის პარტია რომელიც არაფერს აკეთებს 5 წელი დარეგისტრირდა სახშია წამოწეული და ხმას არ იღებს და არაფერი არ უნდა ეხლა მაინდამის იმასთან არ მიხვალ და ეხლა ვინც აქტიურობს იმას ეკითხება შეიძლება ქონდეს ბალანსი ხელოვნური ბალანსი არ არის აქ ლაპარაკი